გავიდა. რაღაც დავიდა. ვიღაც გაღმა გავიდა. ვიღაც ამნაფრს დარჩა. რაღაც დავიდა. დრო არ დაბრუნდა. გზები აიბურდა, ცხოვრება გახურდა. ხელოვნება არის ერთ-ერთი მთავარი საარსებო საშუალება ადამიანისთვის, ხო? ამ ხელოვნებას ადამიანები ქმნიდნენ და ის ადამიანებიც ისეთივე მსხვერპლი აღმოჩნდნენ საბჭოთა ცენზურის და იდეოლოგიის, რადგანაც ახალ სახელმწიფოს ჭირდებოდა ახალი ადამიანი უნდა შექმნილიყო რაღაცა ნიშნების მიხედვით, იდეოლოგია და პროპაგანდა ქმნიდა გენერალურ ხაზს, როგორც მაშინ უწოდებდნენ, თუ როგორ უნდა ეცხოვრა საბჭოთა სახელმწიფოს და შესაბამისად როგორ უნდა ეცხოვრა ნებისმიერ საბჭოთა ადამიანს. რასაც ბუნებრივია, რომ ჭირდებოდა კორექტირება, იდეების თავისუფლების შეზღუდვა, ცხადია, იმიტომ რომ თავისუფალი ადამიანი არასდროს არ ექცევა ჩარჩოში და ესე ჩაერთო კინო ცენზურის და ახალი ადამიანის აღზრდის საქმეში. არა მარტო მორალურად განადგურა ადამიანები, არამედ განადგურა ხელოვნებაც